ნისლებში ჩაწოლილი მთები და განთიადი. ვალის მთებში ზღვის დონიდან 2300 მეტრზე თითქოს ყველაზე მალე თენდება და მზესთანაც ყველაზე ახლოს ხარ. მაისის თვიდან ვალის მოსახლეობა საქონელს საზაფხულო იალაღებზე მიერეკება და სექტემბრის ბოლომდე დროს ცივილიზაციის გარეშე ატარებს. მთის ფერდობზე შეფენილი დასახლება, რომელიც საუკუნეების წინანდელ სოფელს გვაგონებს, ძირითადად მიწური სახლებისაგან შედგება. აქ ყოველი დილა ერთმანეთს გავს. 7 საათიდან ყოველთვის ხმაურია. მოსახლეობა პირუტყვს ეგრეთ წოდებული ბერადან მოსაწველად საკუთარი სადგომისაკენ მიერეკება, შემდეგ კი საძოვარზე უშვებს. დილა იწყება 7:30-დან. დილით ავდგებით, ვაჭმევ ღორს, გათმებს, მერე ძროხები გამომყავს სადგომიდან. დავაბავ, ვაჭმევ დამატებით საკვებს. წლების წინ ვალის საზაფხულო იალაღებით 300-მდე ოჯახი სარგებლობდა, თუმცა ბოლო პერიოდში მთაში წამსვლელთა რიცხვმა იკლო. ვალელების თქმით, ამის მიზეზი იალაღებზე შექმნილი პრობლემებია: სასმელი წყალი, საავტომობილო გზა, სამედიცინო პუნქტი. ადგილობრივები ძირითადად ამ საკითხების მოგვარებას ითხოვენ. ამორტიზებული გზის გამო ტრანსპორტს გადაადგილება უჭირს და საჭიროების შემთხვევაში დროულად ვერც სასტრაფო დახმარების ჯგუფი მიდის. გარდა ამისა, უკვე წლებია ვალის მთას ელექტროენერგია არ მიეწოდება. მაცხოვრებლები ღამით ნავთის ლამპას ან კელაპტარს იყენებენ. ძირითადი ჩვენი ის არის აი გზის პერიოდი, რომელიც ზაუნა გაკეთდეს ვინაცვალი, რომ და აქ სამაში კვამლი იყო. აღარ მოდის კვამლი, იმიტომ რომ შეშას არ აძლევენ. თუ აძლევენ და სადღაც გადაღუპული 10 კილომეტრზე და იქიდან ამოტანა ძნელია. მეორე, აი ეს ბერა აღარ არის შემოღობილი არ არის. აი გამოდი გელი შეშჭამს კაცო. ამ გზის პრობლემა გვაქვს ძალიან ყოველწლიურად. მეორე პრობლემა არის შეშა. ამ უშეშობით, რომ შეშას არ გვაძლევენ, შეშა ისა, ვიყიდე ვიღაცა ზარზმელი კაცი მარშრუტით გამოვიდა, იმით ვიყიდეთ და აფსიეთა მოვიტანეთ შურო და რომ იტყვიან პიცა ხმარობთ. პირუტყვის საძოვარზე გაშვების შემდეგ მიწურის სახლებში ყველის მომზადება იწყება. რძეს დიასახლისი დიდ ქვაბში აცხამს. სპეციალური ხსნარით შედედებულ მასას ღუმელზე ათბობს და ნელ-ნელა აგროვებს. საბოლოოდ ერთი მოზრდილი თავი მარილწყალში სექტემბრამდე ინახება. მთიდან დაბრუნების შემდეგ ტონამდე დაგროვებულ ყველს ახალციხის ბაზარში აბარებენ. ყველა ლაბორატორიულ შემოწმებას რძის ნაწარმი ამ შემთხვევაში გადის, თუმცა ზოგჯერ ყველი ამ პროცედურის გარეშეც იყიდება. ყველს ვიყვან ჩვეულებრივად, როგორც სოფლის პირობებში, მივეცით დედა, შედგა ყველი და ვასხავ ტომარაში. ორი თავის გაკეთება მიწევს ეხლა თორე. აქამდე 3 და 4-იც. უკვე რძე აღარ არის. შეიძლება ისე რა ქვია, ლაბორატორიამდე ვერც მივიტანო ყველი ეგრევე გადამყიდველების ხელში ვარდება. ცივილიზაციის გარეშე ცხოვრების შემადგენელი ნაწილია ისიც, რომ ვალის მთაში ვეტერინარი მხოლოდ გამოძახების შემთხვევაში ადის და პირუტყვის შესაბამის დახმარებას უწევს, თუმცა ზოგჯერ ვაქცინაციის ჩატარება დაგვიანებულია. ამასთანავე ვისი მომსახურება ძვირი ჩდება. ბარიდან არ მიყავთ მთაში ვაქცინაციის გარეშე პირუტყვი. ანუ ძირითადად ყველაფერი ახლა ჩატარებული, თუ იქ რაიმე სხვა დაავადება მარიფეთქა, რომელიც ძირითადად თაში არის თქვა ემკარი, პასტერელიოზი და სხვა რიგი რაღაც დაავადებები. ასვლა სხვადასხვა ფასისაა, ანუ შესაბამისად საწოვის ფასი, წამლის მედიკამენტის ფასი და ასე შემდეგ, ვინ როგორავა, დაახლოებით რა თანხაჭდება ეს? მგზავრობა არის ყველაზე ძვირი. ახალციხის გამგეობაში ამბობენ, რომ მთის პრობლემებს კარგად იცნობენ. რამინ მარტინენკოს თქმით, ეგრეთ წოდებული საბანებლის ტერიტორია, სადაც ვალის მთებია მოქცეული სასაზღვრო ზონაში, ამიტომ საძოვრებამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია შეფერხებულია. რაც შეეხება ექიმის მომსახურებას, მარტინენკო ირწმუნება, რომ საჭიროების შემთხვევაში მთაში მედიკოსი ადის, ექთნის დანიშვნის საჭიროება კი არ არსებობს. სასმელი წყლის პრობლემა მანდ რაც მე ვნახე არ იყო, მაგრამ ახლა ამ მომენტში ნამდვილად არ ვიცი. ინდეცეს არასული ვარ, იქ არ მინახე რა მდგომარეობაა. მომავალში გაკეთდება შეკეთება გზები, მაგას ალბათ დაათვალიერებენ ინფრასტრუქტურის სამსახური, თუ გამგებელი ალბათ საქმის კურსი იქნება და შესაძლებელია მომავალი წლის ბიუჯეტში
დაიწეროს ამ გზის? ალბათ შეიძლება თვითონ სოფლის პროგრამით შეიძლება თუ ეს პროექტი განხორციელდება მომავალს და რა შეიძლება ეს თანხა გამოყენებული იყოს მაგისტრალზე და ძალიან მიზნობრი და ძალიან საჭირო იქნება. ვალელებს მთაში ყოფნა ყოველწლიურად 2000 ლარამდე უჯდება. ძირითადი თანხა გზის, საკვებისა და პირუტყვის მოვლის ხარჯებს შეადგენს. 4 თვის განმავლობაში მიღებული პროდუქტი კი დანახარჯს ვერ ფარავს. ამბობენ, რომ თუ პირუტყვის საზაფხულო იალაღებზე არ გარეკავენ, ცხოველების გამოკვებას ბარში ვერ შეძლებენ. მთაში გახიზნული მოსახლეობა ცივილიზაციას, პირუტყვი კი სოფლის საძოვრებს ოქტომბრის თვიდან უბრუნდება. მიდი სარიკო, მიდი.